მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს კურსს დღე 11. დღეს გავეცნოთ, მოდით while და do while ციკლებს JavaScript-ში, ჩვენ უკვე ვიცით for ციკლი, შესაბამისად, დროა გადავიდეთ while-ზე და do while-ზე. პირველი არის while ციკლი და while ციკლი უნდა დავიმახსოვროთ, რომ იმუშავებს, სანამ პირობა, რაც გვექნება, აი statement-ი იქნება true. მოდი შევხედოთ კოდში. ორი кейსი გვექნება ამ შემთხვევაში. იმას მივახლოვებ და დავწეროთ ხანდი ხო let I მაგალითად უდრის 1-ს და აქ შეგვიძლია while I ნაკლები იქნება ან ტოლი იქნება 5-ზე. ხო, ანუ ამ შემთხვევაში არის 1. გაეშვება, შემიძლია მე console log გავუშვა მაგალითად number და ამ შემთხვევაში მე მქონდეს აქ დავლოგოთ I მაგალითად და ასევე უნდა გავუშვა I++. მოდი შევინახოთ და ახლა ჩვენს ბრაუზერში შევხედოთ როგორ იმუშავებს ჩვენი ციკლი. ეს რო გადავარეფრეშო, number 1 2 3 4 5 და შესაბამისად პირობა როცა I უკვე 10-თა და გახდა 6, while-ში აღარ გაეშვა. კიდევ ერთხელ, ანუ თუ I ნაკლები ან ტოლია 5-ზე, ციკლი იმუშავებს. ხოლო თუ I 5-ზე მეტი გახდება, შეჩერდება ჩვენი ციკლი. მოდი შევხედოთ ახლა როგორ მუშაობს do while ციკლი. და do while ციკლი შესრულდება მინიმუმ ერთხელ, შემდეგ რაც შეამოწმებს პირობას. მოდი ჩავშალოთ. ამ შემთხვევაში მოდი მექნება მე აქ let j იყოს, მოდი 1, აი ესე და მოდი დავწეროთ do, გააკეთე სანამ აქ მოდი დავლოგოთ console log number j j++-ი, აი ესე და აქ უწერთ, ანუ გააკეთე სანამ j იქნება ნაკლებიან ტოლი ჩვენ 5-ზე. აი ეს. მოდი შევხედოთ. ამ შემთხვევაში ხედავთ 1 2 3 4 5. თუნდაც j დაიწყოს 10-დან, do ბლოკი მაინც გაეშვება ერთხელ და შესრულდება, ამასაც გაჩვენებთ. და გამოვიყენოთ do while-ი, აი ეს ციკლი, როცა უნდა შესრულდეს მინიმუმ ერთხელ მაინც. შესაბამისად, მოდი ახლა ვცადოთ. მოდი j იყოს აქ 10. და ახლა რო გავუშვათ, ვნახოთ რომ 10 შესრულდება, მაგრამ while-ის შემთხვევაში რომ მქონდეს აქ მე 10, აი ესე. ამ შემთხვევაში არ შესრულდება, ანუ do იქნება, თავიდან do არის და მერე ამოწმებს უკვე while ამბავს, while statements და while statement თუ არ გვიკმაყოფილდება, მაგ შემთხვევაში უკვე აღარ გაეშვება ჩვენი ციკლი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გავივლით. როგორ მუშაობს ეს ციკლები უკვე შემდგომ task-ებში. დამიწერეთ კომენტარებისთვის, რომელი ციკლი არის თქვენთვის უფრო მისაღები, for-ი თუ while-ი, თუ do while-ი, ყველას თავის დანიშნულება აქვს, ხო? ისე არ არის, უნდა დავიმახსოვროთ, რომ მოდი მე while-ი მევასება და while-ს გამოვიყენებ, მასე არ. for-ს აქვს თავის кейსები, while-ს აქვს თავის кейსები და do while-ს კიდევაც უკვე ხვდებით რა შემთხვევაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ასევე იმატება ჩვენს YouTube channel-ს ესეთი რუბრიკა, სადაც ხო, ეს არ იქნება ყოველდღე, შეიძლება ყოველდღეც იყოს, შეიძლება იყოს დღე გამოშვებით, შეიძლება 3 დღეში ერთხელ, მინიმუმ 3 დღეში ერთხელ, სადაც code wars-ზე დავიწყებთ. ყველაზე მარტივი task-ებიდან და როგორც მახსოვს არის მე-7 level-ის, თუ არ ვწდები, ზუსტად არ მახსოვს. შესაბამისად, გადავულით და JavaScript-ით გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა tasks code wars-ზე, შემდეგ გადმოვალთ და გავაკეთებთ უკვე ერთი level-ით. უფრო რთულს, შემდეგ კიდევ უფრო რთულს და ესე მივუყვებით ნელ-ნელა ტემპით და იქნება იდეალური practice-ისთვის ჩვენი JavaScript-ისთვის. ამიტომზე გეფშილობებით, 2 დღიანი პაუზა გქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გაგიაზრებინათ ის მასალა და თუ არ იყო თქვენთვის საკმარისი ეს დრო, რომ გამოგეყენებინათ. ამ ეტაპზე ისევ გავაგრძელებთ ყოველდღე ვიდეოების დადებას
გისურვებთ წარმატებას, ასევე სამშაბათიდან უკვე მეტი ინფორმაცია იქნება front-end beast mode-ზე, იქნება ასევე სარეგისტრაციო ლინკიც ჩვენს description-ში და არ დაკარგოთ რომ მეგობრებო, გახდით ექსპერტი front-end-ის, გახდით საუკეთესო საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე. ლაინდები ამაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ თქვენი რეალური წინსვლა აგვსტოთ. აბედროებით, გამოგვიწერეთ და ლაიქეთ და დაგვიკომენტარეთ კიდევ რა გსურთ. ასევე დაელოდეთ Redux Toolkit-ის ახალ სერიას. დროებით.